ხელმძღვანელის სვიტერი ეცვა. მშვენივრად ნაქსოვი, ძლიერი სხეული გამოკვეთოდა. გიждდებიან ქალები, ყოველ შემთხვევაში გარკვეული ნაწილი მაინც. უცხომ რო შეხედოს ნამდვილი ათლეტია. მეცნიერი და ასეთი აღნაგობა, საუბარის რომ დამაჯერებელი აქვს, ტერმინებით აღსავსე, რთული და მახვილი. რანაირი გამოთქმა გინდა იმან რომ არ იცოდეს. ნამდვილი უცხო სიტყვათა ლექსიკონია. ერთი ვერ გამიგია. თუმცა ლამაზი თვალწარბი აქვს, მაინც ძალიან უყვარს მზის საწინააღმდეგო სათვალისწარება. ახლაც უკეთია. სავარძელში ზის. ჩემს მიერ მიწოდებულ ანკეტას კითხულობს და დრო ამბობს. საინტერესოა. მე გაბადრული ადგილზე ვცმუკავ. ბოლო ანკეტაზეა, საცაა შემაქებს. ერთი უცნაური ჩვევა მაქვს, დიდად საკვირველი. ძალიან თუ ვღელავ მეძინება ხოლმე. ერთი-ორჯერ გაუგებრობას მივაწერე ეს ინციდენტი, მაგრამ მერე როცა გახშირდა ექიმს ვეჩვენე. იმან წერილი გადაიკითხა, გულდასმით გამსინჯა და თქვა, რომ საგანგაშო არაფერია. მსგავსი შემთხვევები ცნობილია მედიცინის ისტორიაში და განსაკუთრებით ისაა საინტერესო, რომ ეძინებათ მხოლოდ უსიამოვნო ამბის მოლოდინში. სხეული თურმე მექანიკურად გამოირთვება, მაგრამ სასიამოვნო მღელვარების დროს კი არა. როგორც მაგალითად ახლა სრულებითაც არ მერევა თვლემას შექების წინ. ისე, რა თქმა უნდა, თანამშრომლებისთვის არ გამიმხელია ჩემი ეს ჩვევა. ისინი რას გაიგებენ, რომ ზოგიერთ შემთხვევაში სხეული თავისთავად მექანიკურად გამოითიშება ხოლმე მოსალოდნელი საფრთხის წინ. არამედ ერთი ხელის მოსმით დაასკვნიან ბოთეა და მორჩა. ხელმძღვანელი ღიმილით მიყურებს, ამბობს კარგად გიმუშავია, ყოჩახ. სამი სიტყვა მითხრა, სამივე კარგი, ყოჩახ, კარგად და გიმუშავია. ამდენი როდის მოასწარია? მე ვიღიმები, მორცხვად ხვრი თავს. ხელმძღვანელი კი მხარზე მადებს ხელს და ამბობს. ძალიან კარგად დაგიწყია. რაღაც უცნაური ფრაზა მახსენდება, სადღაც გაგონილი. ვიღაცამ მითხრა ახლა ხანს, ენის წვერზე მიტრიალებს, არ მსიამოვნებს კი და ხო, მახსენდება. ის სულელი ედმონდო რაღაც გვარმას კარგად დაიწყო. მაგრამ ანკეტა და საერთო რიცხვი შესაძლოა 1-ით მეტი ყოფილიყო, ვეუბნები ხელმძღვანელს, მაგრამ იმ ერთთან შეუძლებელი იყო მუშაობა. და თავი გაანებე? დიახ, გაუბედავად პასუხობ. მაგრამ ხელმძღვანელი ამბობს, კარგად მოქცეულ ხარ. თუ კი რესპონდენტი თავს არიდებს პასუხის გაცემას, შენ მაშინვე თავი უნდა გაანებო და სხვაზე გადახვიდე. რესპონდენტების მეტი რა? დიდი უცნაური კაცი იყო. სახე მეჭმუხნება, მაგრამ მაინც უღიმი. ყველაფერს ყოველივეს ერთი კუთხით უდგებოდა. შეუძლებელი იყო მასთან მუშაობა. რომელი კუთხით? მეკითხება ხელმძღვანელი, მხიარულება დასთამაშებს ტუჩებზე. ლიტერატურულით და ისიც ვიწრო გაგებით. ყველაფერს მხოლოდ მხატვრული ლიტერატურის კუთხით უდგებოდა. ლიტერატურული კუთხითო? ოდნავ დაინტერესებული მეკითხება. ეს როგორ? როგორ და ვიხსენებ. აი მაგალითად თქვა. ძალიან კარგ კომუნალურ პირობებში ვიმყოფები, რადგან მაქვს წიგნის კარადები, თაროები და ნათურაო. მოხდენილად იცინის ხელმძღვანელი. არასოდნია კომუნალური მომსახურება რასაც ნიშნავს. კიდევ ვიხსენებ. ხო, მოდაზე ვკითხე, როგორი მოგწონტყო. იმან კი ფართოჯიბიანი, წიგნი რომ ჩაეტიოსო. აბა, ნუ თუ, ამბობს ხელმძღვანელი და მე ახლავე აგიხსნით თუ რატომ. ოთახში მიდის მოდის, ბოლთას ასცემს. მე ფეხზე ვდგავარ და თვალს ვაყოლებ. სწორად უთქვამსო. ეს რა მითხრა. რაღაცა უსიამოვნოს მოლოდინში თვლემა მერევა და უცებ მახსენდება. დიახ, როგორი ფილმები მოგწონთ მეთქი და ტიტრებიანიო. რატომ? ალბათ იმიტომ, რომ ტიტრებიანია წასაკითხი. და ასე უყვარს ლიტერატურა? ოჰო, ხელებს იფშვნებს ხელმძღვანელი. ეს კაცი არ უნდა დავკარგოთ. ისევ ბოლთას სცემს. უყურე შენ, დაფიქრებული მიმზერს და უცებ კითხვაზე მაყრის. და თქვენ გონიათ, რომ მასიურ შაბლონურ პასუხებს გაცილებით არ ასჯობს ინდივიდის არსებობა, რომელიც მთელ ამ კომპლექსს პასუხობს მხოლოდ მისთვის დამახასიათებელი სურვილის და მიხედვით ამორჩეული საქმიანობის კუთხით. და თქვენ გონიათ, რომ მხატვრული ლიტერატურა ხელწამოსაკრავია, როგორც ასეთი. რა სჯობია ხანდახან სიგრილეში მაგალითად დიკენსის კითხვას და განა ლიტერატურა კულტურული დასვენების ერთ-ერთი საუკეთესო საშუალება არ არის? აქ კი ხელმძღვანელი ჩერდება და აშკარად ეტყობა, რომ თავის საკუთარ მომავალ ნაშრომზე ფიქრობს, რადგან ასეთ დროს თავს სწორად ასე, ოდნავ გვერდულად და ზემოთკენ შემართავს ხოლმე და ხდება ჯიუტი.
სწორუპოვარი, მუქი სათვალიდან მის გამჭოლ სუსხი ამზერას აუგზნობდა წარმოგიდგენიათ? მკაცრად მეუბნება. დღესვე მიბრძანდით ხსენებულ რესპონდენტთან და შეავზეთ ანკეტა მისი პასუხისა და სურვილის მიხედვით და გახსოვდეთ, რომ ხანდახან საინტერესო ინდივიდის ჩვენებანი შესაძლოა მეტ ინტერესს მოიცავდეს, ვიდრე ათობით ადამიანის მდგრადი პასუხი. მაგრამ მე ჯერ უნდა დავრწმუნდე, რომ იმ კაცს მართლაც და ზედმიწევნით უყვარს ლიტერატურა. ესე იგი, კულტურული დასვენების ესა თუ ის დარგი და შემდგომ. თუ კი მხატვრული ლიტერატურა მართლაც და მუქ წითელ ხაზად გასდევს მის ცხოვრებას, უნდა გამოვარკვიოთ რატომ. და ოდნავ მოლბა. აბა შენიცი. წადი. ფეხები უკან რჩებოდა, მაგრამ რა მექნა. ასე იყო საჭირო. მივდიოდი კაცთან, რომელსაც ლიტერატურა ძლიერ უყვარდა. დაღმართებში ჩავდიოდი. ქუჩა მოყინული იყო და კიდევ კარგი რომ ნახერხი მოეყარათ და ისე ძალიან აღარ მისხლდებოდა ფეხი. მაინც ფრთხილად ჩავდიოდი და ხანდახან ისე უეცრად წამომივლიდა. ვისთან მივდივარ, რა ჯანდაბა მინდა. უგუნებოდ ვიყავო, რასაც თქმელია. გამწარებული ვიყავ და ვიღაც ქალი რომ წაიქცა, ცოტათი გამომიკეთა გუნება. გავიღიმე. მაგრამ ნაცნობ ფოტოკაბინეტს რომ მივადექი, ისევ ავწრიალდი, გავნერვიულდი, თქნარება ამიტყდა. ოთახში სინათლე ენთო. ხონე მოვიკრიბე, ენერგიულად შევაღე კარი და შევწბი. არავინ იყო. პატარა ხანს გაოცებული ვიდექი, სანამ მოგუდული ხმა არ შემომესმა. ახლავე გამოვალ, სურათებს ბეჭდავ. მივაყურე და ვიწრო კარი დავინახე. სწორედ იქიდან მომესმა ხმა. სავარძელზე წამოვჯექი, ვიცდიდი. ცუდია, როცა იმას ელოდები, ვისი დანახვაც არ ქსიამოვნებს. კედლებს მოვავლე თვალი, სურათებიდან უმთავრესად მე მიმზერდნენ. ზოგს კი განზე ექცია პირი, ანდა თავინაზად დაეხარა. ყველაზე მეტად სათვალიანი ბავშვის დაჟინებული მზერა არ მესიამოვნა. მერე კერდმოღლეტილ ქალს მივაპყარი თვალი. ის კი განზე გულგრილად იხედებოდა, თვალთ მაგცი. საცაა რესპონდენტი გამოვა. ვღელავ, ძალიან ვღელავ. სიმძიმე, მძიმე. ქალი ახლა ჩემსკენ იყურება, მაგრამ აღარაფრის თავი აღარა მაქვს. დავმძიმდი, დავძიმდი, ძიმდი, მძიმდები, დები, თავი გამანებეთ, ვამბობ თუ ვფიქრობ, აღარც კი ვიცი, ვდუნდები. ის კი არ მეშვება, მხარზე მსუბუქად მადებს ხელს და ნაზის შემპარავი ხმა. იანო, იანო. არა, მცირე ნალექი. ვამბობ თუ ვფიქრობ, მძიმეა, მძიმე. ისევ მოვეშვი, ვეშვი და ისევ ჩემი მხარი. იგივ შემპარავი. ლიანო. თავი დამანებეთ, აღარაფერი მინდა. ოღონდ მომეშვით, მაცალეთ. ტროლეიბუსი მსუყეთ მისრიალებს ნაწვიმარზე. მცირე ნალექი, ის კი ისევ. ოღონდ უფრო ღონივრად და მისი შემპარავი ეშმაკური. რელიანო. და ტაში შემოკვრა. თვალს ვახელ. მე მიყვარს ტაში, თვითონ ვუღებ სურათს. ოღონდ იისფერ ფოკუსში გაორებული და ბუნდოვანი ჩანს, მაგრამ მკაფიოდ მესმის. ურელიანო. და ცხადად ვხედავ, რა ქალი, რის ქალი, რესპონდენტია. ჩამძინებია, უნებურად რა თქმა უნდა, და ის კი მხარს მინჯღრევდა თურმე და მაღვიზებდა. აურელიანო, მოხვალ მეთქი? აკი გითხარი, აურელიანო. რა ახირებული თვისებაა მაინც, ორგანიზმისა ეს, მის ჟილი დაძინება, უსიამოვნო შეხვედრის წინ, და მაინც იხტიბარს არ ვიტეხ. ფეხზე ვდგები, ვამბობ, წუხერის დიდხანს ვიმუშავე, გათენებამდე წიგნებს ფურცლავდი. დაბრძანდით. ხატრულს ხომ არა. მეკითხება რესპონდენტი, ისევ თავისი წამოიწყო, თუმცა ამით ხომ ჩემს სისხლზე ასხამს წყალს. ხელმძღვანელის დარიგება მახსენდება. საბოლოოდ ვფხიზლდები. ვამბობ. განვაგრძოთ შეკითხვები და მყისვენ პასუხობს. რასაკვირველია. და ვიწრო კარისკენ თავს ატრიალებს. იძახის. შენ მანამ ხსნარი დაამზადე კლიმ. ეს კლიმი ვიღა, ფიქრობდა მაშინვე მიხსნის. ასისტენტია ჩემი. პორტფელს ხსნი, ანკეტას მაგიდაზე ვდებ. კალმისწარ ფრთხილად ვიმწყდევ თითებს-შუა. ცოტა მელანი გასდის და ვეკითხები. ბევრი თავისუფალი დრო გეკარგებათ? პასუხობს. იოტისოდენაც არა. მიგვირს, ეს როგორ? იმასაც უგვირს. აბა, რატომ უნდა დავკარგო? ვერ მივხვდით? თავაზიანად უხსნი. რა თქმა უნდა, თქვენ არ გინდათ დროის დაკარგვა, მაგრამ ხომ გზავრობ ტრანსპორტით, ხომ უნდა შეიაროთ გასტრონომსა თუ მაღაზიაში, ხომ უნდა დაიმზადოთ ვახშამი, ან და სასადილოში და მაწყვეტინებს. პირიქით, თქვენ ვერ მიმიხვდით.
მე ნამდვილად არ დავკარგავ დროს, თუ კი დავდგები რიგში, ან თუ ერბო კვერცხს შევიწვავ, ან და ტრამვაი თუ იმგზავრებ, ვღიზიანდები. რატომ? იმიტომ რომ ამბობს. თქვენ ლიტერატურის სიყვარული მხოლოდ და მხოლოდ წიგნის კითხვა გგონიათ და ყოველივე იმას, რასაც წაიკითხავ, გააზრება არ უნდა. დიდი ამბავი ტრამვაიში თუ დავждები ან დადგები. ყირამალადგომასაც კი შეიძლება ფიქრი. კი, მაგრამ რაზე და რასაც წაიკითხავ იმაზე. ან რაც გაგახსენდება. ოხ, ხელმძღვანელი, მაინც განვაგრძობ. და თუ ხასიათზე არ აბზანდებით, ეგიმება. სწორედ მაშინ უფროა საჭირო, როცა ხასიათზე არ ახარ. რატომ? ხასიათზე რომ მოხვიდე. გიჟია ვიღაცაო ხერი. თანაც მიყურებს და განცვიფრებული ამბობს. ღმერთო, როგორ გავხართ აურელიანოს სქელს. სანამ გასუხდებოდა. ხომ არ გეწყინებათ აურელიანო რომ დაგიძახოთ. რაებს მიბედავს. თუ შეიძლება ეტიკეტი დაიცავით, ამაყად ვამბობ. თამაზი მქვია მე. ხელის გულს მაჩვენებს. თავით ფეხებამდე მორჩილება. კარგი თამას, კარგი გენაცვა. მზერას ვარიდებ. ადამიანს ერთი გასაოცარი თვისება აქვს. ყოველგვარი შესავლის გარაშე ჩაფიქრებული იწყებს და ვამჩნევ ივცვლება. თვალები ისე ეშმაკურად აღარ უსიმსიმებს. სულ სხვა კაცია ჩემს წინ. რაღაცნაირად ღრმად მოწყენილი, დაფიქრებული, ჩემს მიღმა იყურება და რაღაც უცნაურ ამბავს მიღვება. წარმოგიდგენიათ გომბეშოზე. თურმე გომბეშო უმოძრაო მწერს ვერ ახედავს და მხოლოდ მაშინ შენიშნავს თვალწინ თუ ჩაუფრენს და მაშინვე გადასანსლავს. და თუ შორი ახლოს მწერი არაა, გომბეშოს თვალწინ ნაცრისფერი ეკრანი აქვს და მხოლოდ მაშინ გაუცოცხლება მზერა, მწერი რომ ჩაუფრენს და თურმე ასე ამიტომაა, ყოველთვის რომ უყურებდეს გარემოს და ფერებს აგექვამდეს, დაღლილობას ვერ გაუძლებს და მოკვდება, რადგან ტვინი ძალიან მარტივად აქვს მოწყობილი. ადამიანი კი ამბობს. ადამიანის ტვინი პირიქითაა. თუ არ იფიქრა, თუ არ დაინახა, თუ არ იოცნება, სწორედ მაშინ იფიტება და კვდება. და რიგში დგომა რა ისეთი გაჭირვება და დროის დაკარგვაა. იდექი და იფიქრე შენთვის. ფიქრს ვინ დაგიშლის. სალაუნებურად ყოველთვის გაიგებ ან დაინახავ რაიმეს. თუ არ აგჯერათ, აი თვალები დახუჭეთ. ასე. რაიმეს თუ გზნობთ? არა. არც აფერი გესმით? არა. აბა დაიძაბეთ? საიდანღაც წვეთავდა და შორიდან მანქანის ხრიალი აღწევდა. ხომ გესმით? კი. და ყურებზედაც რომ მიიფაროთ ხელები, მაინც წარმოიდგენთ რაიმეს. ადამიანი ასეა მოწყობილი. აბა სადით? დავინტერესდი, ხო იცი? და თვალები დავხუჭე. ყურებზედაც მაგრამ მივიკარი ხელი. პატარა ხანს ასე ვიყავი. ერთხანს მხოლოდ აჭრილებულ სიშავეს ვცნობდი და რესპონდენტის ჯინაზე ვცდილობდი არაფერი წარმომედგინა, მაგრამ უესრაცხადად დავინახე გაჩაჩხული სა. ახალგაზრდა იქნებოდა, ასე 18-20 წლის. თმა გვერდზე გადაევარცხნა. წარმოუდგენლად დაბალი იყო და ცქვიდი. გამწარებული ისვამდა ჯაგრის დასრულის სახელზე და აი, მაშინ კი მართლაც ძალიან გამეკვირდა. საიდან გაჩნდა მეთქი დავიბენი და კიდევ კარგი რესპონდენტმა მითხრა. ეს ჩემი თანაშემწია, კლიმი. გულზე მომეშვა, ის ვიწრო კარიც ღია იყო და მაშინვე ყველაფერს მივხვდი. აბა როგორ გავიგებდი იმის შემოსვლას, თვალდახუჭული და ყურებზეც ხელის გულები მქონდა მიტყაპნილი. სასიამოვნოა, ყოშაღად თქვა კლიმმა და პაწია მარჯვენა გამომიწოდა. მეც გაუშვირე ხელი. ჩამომართვა თითებზე დამხედა. კალმისტერს გასდის. მაჩვენეთ? ვაჩვენე. გამომართვა, ზემოდან წარფშეკრული დააცქერდა. მერე სინათლეზე გახედა. უჯრიდან კვიცლად ამოიღო რაღაც, მოარგო, მოყვითალო სითხეს წაუსვა ფუნჯით. სული შეუბერა, ატრიალა და დამიბრუნა. ინებეთ, წესრიგშია. რესპონდენტმა კი სასიამოვნო დაღნიშნა. ცეცხლი და ისე მე მომიბრუნდა. დაინახეთ რამე? როდის? თვალდახუჭულმა. კი, აპარატი. ჰო, აი ხომ ხედავთ? აპარატის კი ჩახშას გულში. ისევ დაფიქრებული მიმზერს და ქვეყნად რამდენი რომანია ისეთი, რომელიც გაცილებით საინტერესოა, ვიდრე ყოველნაირი აპარატი დედამიწის ზურგზე. აი მაგალითად თუ ზაგიკითხავთ რომელი, ერთი კითხოთ უცებ დავიბენი. რომელი ვკითხოთ კლიმ? მადამ ბოვარი, მოწიტებით წარმოთქვას კლიმი. ოჰ, აი თუნდაც ქალბატონი მადამ ბოვარი თუ წაგიკითხავთ. არა, ვეუბნები, მაგრამ ვაი ამ პასუხს. ისე შემომსქერის და მეკითხება მაგ პასუხისთვის, რომ შეგაქოთ ხომ არ ვიქნები გულწრფელი. არა, ხო და მაშინ არაფერს გეტყვით. ის ცისქნა კლიმის კი დამანამუსებლად მიმზერს, ლაწირაკი და თუმცა იშვიათად მეცვლება ფერი ვწითლდები. აუცილებლად წავიკითხავ.
ამბობს და მხარზე მადებს ხელს. ახლა სულ სხვა კაცია, ალერსით მიყურებს, შემომღიმის. მოკლედ შევაყვარე თავი. და რადგან სასწრაფოდ უნდა დაებეჭდა 10 წლის წინათ კურსს დამთავრებულ ვიღაც ენერგეტიკოსთა სურათები, სწორედ იმ ვიწრო კარში შევედით და მრქალ სიმნელეში ბაცწითელ შუქზე თან საუბრობდით და თანაც სურათებს ამჟღავნებდა. პასუხობდა მოკლედ, მკაფიოდ, აუღელვებლად, ვისარგებლად და ძალიან რთული შეკითხვა დაუსვი, რომელზედაც უცებ ერთბაშად ვერავინ პასუხობს. მოგწონთ ცხოვრება. იმან კი მაშინვე ასე მომიგო. გააჩნია იმ დღეს როგორი ავტორი შემხვდება. საუბრობდით და რაღაც ხსნარში ჩაგდებულ ქათქათა ფოტოკაღალდზე ვიღაცის წარბი ამოიზნიქებოდა, მერე ტუჩები, თვალები, თმა იბადებიან, იხუმრა რესპონდენტმა. ხანდახან ისეთი საინტერესო პერსონაჟი შემხვდება, მაბადიეთ, მაგრამ აი თქვენსავით. როგორ გავხართ აულელიანო სქელს, ოდღას ქელებამდე. თამაზი ჩემო, როგორ აი ეს კი მაგალითად პინცეტი დაადო რომელიღაც ახალშობილს. უწყინარი კაცი უნდა იყოს. თქვენ წარმოიდგინეთ, არიან ბოროტების და გაბღენძილს რა გამოლევს, ხვდებიან სათნოებიც, გამოვდივარ თუ არა კრებებზე? არა, ჯერ ეგერთი ფოტოგრაფებს იშვიათად გვიწევენ კრებებზე და გინდაც ყოველდღე გქონდეს მაინც არ გამოვალ სიტყვით. არ შემიძლია ერთნაირად მიმართო სხვადასხვა განათლების და ხასიათის ადამიანს. როგორ შეიძლება მიმართო ორ კაცს ერთნაირად, მაშინ როდესაც ერთ საკითხული არ აქვს რომელიმე დიდი მწერალი დაასახელე კლიმ. აი, თუ ერთს არ წავკითხავს სტენდალი, მეორეს კი გადაბულბულებული აქვს. განა შეიძლება ამ ორ კაცს ერთი და იგივე სიტყვებით მიმართო. ახლა ეს ფირი დავბეჭდოთ კლიმ. ხოლო რაც შეეხება მომდევნო შეკითხვას თუ რომელი მეცნიერება მიტაცებს, ესე იგი მიყვარს, არა? მიზნელდება პასუხის გაცემა. მეცნიერებაში საკმარისად ვერ ვერკვევი და შეიძლება ჯერ ისევ თქვა რომელი არ მიყვარს. აი თუნდაც მათემატიკა. ეს ვისი სახეა, ღმერთო ჩემო კლიმ? ეს რა თვითკმაყოფილი გამომეტყველება აქვს, წარმოუდგენელია. ნედლ სურათს დასკერის. ახლა ამ კაცის რა უნდა ირწმუნა ნეტავი, ვინაა? ან როგორ იქცევა სამსახურში, ოჯახში? ეს სურათი ერთხელაც დაბეჭდე კლიმ, კაბინეტში ჩამოვკიდოთ, თვალნათლივ ადგილას. მაგის შემხედვარი ყველა მიხვდება თვითკმაყოფილება როგორი ცუდია. იმას ვამბობდი ხომ, ცნობილია, რომ მათემატიკა ზუსტი მეცნიერებაა, მაგრამ ყოველთვის არაა ასე. ერთ უხეშ მაგალითს მოგიყვანთ. ბავშვობის დროინდელი ნაცნობი მყავს, ფუფუნებაში იზრდებოდა. საბრალო და რომ დაკაცდა. მშობლიური ფუფუნება მერეც არ მოკლებია და საწყალს ზეთი ჩამოსდიოდა სახეზე და ახლაც ერთ თავად მშიერის გამომეტყველება აქვს. სწორედ იმიტომ, რომ მუდამ მაძღარია და განა შეიძლება როდესმე დაანაყრდე თუ მუდამ მაძღარი ხარ და იცით რა მოინდომა? ტრაბახა გახდა. დასვენებულ ტვინზე და სწორედ ამ კაცისთანა თვითკმაყოფილი იერი დაირდგა. კლიმი გულდასმით უსმენს და უცებ შეწუხებული ამბობს. სულ გავაშავე. თურმე კლიმს დაავიწყდა ხსნარში ჩადებული სურათის ამოღება, ჩანახშირებული სახე ჩანს. კაცი კი რომელსაც ლიტერატურა ძლიერ უყვარდა ამბობს. ეგ არაფერი კლიმ, ქაღალდის მეტი რა გვაქვს. კი მაგრამ რატომ უნდა გამეშავებინა? შეწუხებულია კლიმი. რესპონდენტი კი ჩაშავებულ ქაღალდზე ცნობს სწორედ იმ კაცს, თვითკმაყოფილს, დაგდებულად ამბობს. გააშავე თორემ, მაგასაც აკადემიაში ირჩევდნენ. მათემატიკაზე მოგახსენებდით, განაგრძობს. აი ვთქვათ, დგას ქუჩაში ის ვაჟბატონი, ნაფუფუნებარი და მის გვერდით კი ვინმე დიდი მწერალი. დაასახელე კლიმ. ძალიან დიდი. მაგაზე უკეთეს რას მეტყოდი. და ვთქვათ, დგანან ერთად უნებურად ამაყი, ჩამოძენძილი, მშიერი, ხელგამხმარი, დიდებული ესპანელი ინვალიდი და გვერდით კი უდგას ეს ჩვენი ნაცნობი ვიგინდარა, წეღარომ დაგიხასიეთეთ. მერე რა სხვადასხვა ეპოქაში რომ ცხოვრობდნენ. მაშინაც კი იქნებოდა ვინმე ასეთი, ვთქვათ, ერთად დგანან. ოცნებით სავსებით შეიძლება საუკუნეთა წიაღში გასეირნება. და ჩამოივლის იმ დროინდელი ჩამორჩენილი ან და შესაძლოა ნიჭიერი მათემატიკოსიც კი. და რომ გკითხავენ, რამდენი კაცი დგას ქუჩაში? იტყვის 2. აბა გეკითხებით, განა ეს პასუხია? როგორ თუ 2? ის და ის. ესე იგი 1+1 არა? არა. ხანდახან არაა მათემატიკა ზუსტი მეცნიერება. ლიტერატურაში კი ჩემო კარგო. ასეთი უზუსტობა არასოდეს არ მოხდება. ყველაზე უკანონები მეცნიერება თუმცა კია, უკანონებო. ამ შემთხვევაში სულ სხვა სიტყვაა. ტკბილო, ვერავინ იტყვის. ესპანეთში ერთ დროს 2 მხედარი რომ დაბორიალობდა.
არა, ერთი მაღალი გამხდარი დაბორიელობდა და მეორე დაბალი მსუქანი დაჰყვებოდა. ამოიღე, კლიმ, კიდევ გაშავდა, შენ რა გითხარი, ეღიმება. რქალ სინათლეში ვდგავართ, საუბრობთ, ანკეტას ვავსებ. ცოლ-შვილი თუ მყავს? არა, არ მყავს. საცოლე კი გაგიხარია მყავდა. მაგრამ მე იმის შემდეგ ცოლს ვეღარ მოვიყვან. ისე კი, რა დაგიმალოთ და ქალებში კი დავდივარ ხანდახან. ორგანიზმი მაინც თავისას ითხოვს. ცოლის მომყვანი კი არა, აღარა ვარ. გინდა გიამბო. ყველაფერს გეტყვით. ისე ვუყვარდი, ისე მიყვარდა. ვისედაც უნდა და იმაზე გავეცვალე, ნებისმიერ ადამიანზე. იქნებოდა ეს ტანმორჩილი, გამხდარი, ინტელიგენტი, თუ დიდხელა გლეხი, სათვალიანი მუსიკოსი თუ მუშა, ალალიღი მილით სახეზე, ან და თუნდაც ფიზიკოს ლირიკოსი. ბოლო დროს გაჩნდა ადამიანთა ასეთი კატეგორიაც. არ ვიცი რა აქვს საერთო ერთმანეთთან, რითმის გარდა და მოკლედ, ვინც გინდათ ის ყოფილიყო, მაგრამ არა. სწორედ იმას მანაცვალა, რასაც ყველაფერზე მეტად ვერ ვიტან, თვითკმაყოფილს და თვითკმაყოფილებას. ჩამოიარა იმან, ერთ დროს საცოლემ. საიდუმლო ნარევი შორეული სილამაზით აღსავსემ, როგორიცაა სიტყვა მოიისფრო. გვერდით კი მოჰყვებოდა კაცი, ისეთი უსიამო გამომეტყველებით სახეზე, როგორიცაა სიტყვა გავწეხი. და მე კი განზევიдэг, ზედმეტი, როგორც სიტყვა მაშასა და მე. ამოიღე, კლიმ, ძლივს არ გამოვიდა? ვიდექით, საუბრობდით. ხელმძღვანელი დაკვირვებით მიმზერს, მზის საწინააღმდეგო სათვალეს კი მოუხსნია და ასე მიყურებს. პირდაპირ ჯიქურ. მე ანკეტას ვაცნობ, ყველა პასუხი. ეს რაღაც საერთოა მხატვრულ ლიტერატურასთან, როგორც ასეთი ხელმძღვანელი ხან მე მისმენს, ხანდახან კი აშკარად თავის მომავალ ნაშრომზე ფიქრობს, რადგან დრო და დრო თავს სწორედ ასე ოდნავ გვერდულად და ზემოთკენ შემართავს ხოლმე და შორეულ სივრცეში ცალწარბაწეული იყურება და დრო კვირცხლად ამბობს. აჰაჰაჰა, კარგი. მე ურცლად ჩაწერილ პასუხებს ვაცნობ. დასახელებულ რესპონდენტს არ უყვარს მათემატიკა, რადგან მწერალი სერვანტესი პლუს ვინმე ვიგინდარა არ არის 2, ესე იგი 1+1, რომ საცოლე წაართვა კაცმა, რომელიც გავს სიტყვას გავძეხი. მიაჩნია, რომ იოტისოდენადაც კი არ კარგავს თავისუფალ დროს, რადგან გაჭედილი ტრამვაიში მგზავრობისას ფიქრობს ლიტერატურაზე, ოღონდ ვიწრო გაგებით, ისევ და ისევ მხოლოდ მხატვრულზე და ყველაფერს თანმიმდევრულად ვეუბნები ხელმძღვანელს. ისიც დრო და დრო გულდასმით მისცემს. ფაქტების კონსტატირებას ვახდენთ. არ მეკარგებაო არა? ხმადაბლა, იდუმალი ხმით მეკითხება ხელმძღვანელი. არა, ვეუბნები. წარმოგიდგენიათ? ეს ხომ შესანიშნავი, ამბობს. აი ინდივიდი. მესმის. და თქვენ თუ გესმით, რომ დაგავიწყდათ პერიმეტრიულად ისეთ მკვეთრ, მკაფიოდ გამოხატულ ინდივიდს, რომელიც შესლებდა ეპასუხა კითხვებზე, რომლის წიაღისაა გაცილებით უფრო მნიშვნელოვანი სფერო და განამხატვრული ლიტერატურა ხელწამოსაკრავია, როგორც ასეთი. განამხატვრულ ლიტერატურას არ ემსახურებოდნენ კალმი, ტოლსტოი, გერცენი, და მთელი რიგი საქვეყნოდ გამოჩენილი ადამიანებისა. კარგია, კმარა, ამბობს და მიმზერთ. მოდით, წავიდეთ, დასახელებულ რესპონდენტი დიახაც რომ რთული კითხვებიცვისაა ზედ გამოჭრილი და ოდნავ ღელავს. ადგილზე ვევნახოთ. ნეტავ სამსახურში თუ იქნება. აბა სად იქნება? ვამშვიდებ. სად უნდა იყოს თუ არა? კარგი, წავიდეთ, მკაცრად მეუბნება. ქუჩაში მივაბიჯებთ ორნი, ხელმძღვანელი და მე. თუმცა აღელვებულია, ნაბიჯი მაინც მტკიცი აქვს. გამართულია. პალტო კოხტადაზის ათლეტურ ტანზე. აკოჭრილი თმა აქვს, გამჭოლი მზერა რაღაცით არწივს სახგავს. გაბედული. მე მსიამოვნებს მიხარია ხელმძღვანელთან ერთად სიარული. ასე. ტოლივით გვერდ და მხარ. იმასაც ვნატრობ, ნეტავ ვინმე ნაცნობმა დამინახოს. ჩვენ მივუყვებით ქალაქის ქუჩებს, უახლოვდებით კაცს, რომელსაც ლიტერატურა ძლიერ უყვარდა. ხელმძღვანელი იდაღზე ხელს მკიდებს და თავის გეგმებს მიბზიერებს. ჯერ რამდენიმე მარტივ შეკითხვას დაუსვა. რა თქმა უნდა, ლიტერატურასთან დაკავშირებით. არა, ზოგად ლიტერატურასთან დაკავშირებით, არამედ ვიწრო გაგებით და მე არ უნდა ჩავერიო მათ საუბარში, თუ კი არ მომართავენ. აქ შეიძლება ერთადერთმა წინ დაუხედავმა სიტყვამაც კი გააფუჭოს მდგომარეობა, გასაგებია? რა თქმა უნდა. ასე, და თვალშიაც არ უნდა მივაჩერდე რესპონდენტს, თავი უხერხულად რომ არ იგზნოს. ქვეყანა რომ გადაბრუნდეს, წარეთ მეღიმება, ეგ უხერხულობას არ იგზნობს.
რატომ? რა ვიცი. საინტერესოა ესეც, ამბობს ხელმძღვანელი. და მაინც ნუ შეაცქერდები. სულ არ შევხედავ. არა, ესეც არაა საჭირო. ხაზგასმა. უკიდურესობაში რად უნდა ჩავვარდეთ? ხანდახან უნდა შეხედოთ, ხანდახან შევხედავ. ვპირდები. აი იქა. აჰა. ამბობს ხელმძღვანელი და მკლავზე მაგრად მიჭერს ხელს. იცით რა თამას? მე გარეთ დაგელოდებით. თქვენ კი წინასწარ უთხარით, რომ მასთან საუბარი სურს თქვენს კოლეგას, ასაკითა და თანამდებობით უფროსს. წინასწარ რომ გავართხილებთ, უფრო სიმპათიით განეწყობა. მე კი ისეთ პოზიციას დავეკავებ, რომ მისი ფანჯრიდან გამოვჩდე. ავივლი, ჩავივლი. გასაგებია? და უცებ ამბობს. თუმცა არა, შევიდეთ ერთად. კაცი, რომელსაც ლიტერატურა ძლიერ უყვარდა, ვიღაც საფუძვლიანად დეკოლტირებულ თავით ფეხებამდე ათრთოლებულ ქალს სურათს უღებს. ეგრე არა? არა. ზემოთ აიხედეთ, ზევით. მაღლა მეთქი. ცოტათი კიდევ. მარცხნივ მიაბრუნეთ თავი. ოდნავ. ნუ იძაბებით. ნუ ღელავთ, ქალბატონო. დამშვიდით და გაიხსენეთ რამე. ისეთი, აი, ნამდვილად კარგი რამ. ბავშვობა გაიხსენეთ თუნდაც. ლაღი, უდარდელი. უკან გადავარდით, არა, ეგრე კი არა, არამედ აზრობრივად. უკან გადავარდით 30-ოდე, ესე 20 წლით. ეგრე, იფიქრეთ ბედნიერე ბავშვობაზე, ჩქარა კასეტა კლიმ, ხებზე ხომ არ გცივად. ბარიღამ შენ ჩადგი კლიმ, გაიწაფე ხელი. ჩვენი აურელიანოც მოსულა, გაგიმარჯოს. არა, თქვენ არა, ქალბატონო, რატომ დაიქნიეთ თავი? სულ გაიფუჭეთ პოზა, ასწიეთ თავი, ასწიეთ, თვალები ცოტა გაიფართოვეთ, დაზაბეთ ქუთუთოები. არა, ეგრე ძალიან ნუ დააჭყეთ. ეგრე ნუ ღელავთ. აი, თქვენ ახლა ზედმეტად დამშვიდით და ისევ დაგავიწყდათ სვებედნიერი ბავშვობა. გაიხსენეთ. მერე რა, დიდი ხნის წინ უკან რომ იყო. ხომ არ გსივათ? არა ხო? ძალიან კარგი. როდის მორჩა, ძლივს დაადგა საშველი. აქ კი ყველამ თავისი საქმე იპოვა, ჩემს გარდა. უეცრად ყველა აფაცურდა. კაცი ჯიბეებს იჩხრებს, ტანსაცმელზე ხელის გულებს იტყაპუნებს, უჯრაში იქექება. კლიმის ასწრაფოდ აკრობს მძლავრ სინათლეს, ნათურებს ასვენებს, მერე აპარატს უგირგიტებს. ჩემი ფანქარი ხომ არ გინახავს, ეკითხება კაცი. არა, პასუხობს კლიმი. უჯრაში არიდო? ამასობაში კი ხელმძღვანელი თავაზიანი ღიმილით, ბეწვის საყელოიანი პალტოთი ხელში. შემცინულ ქალს უახლოვდება, პალტოს ქალის შიშველ მხრების სიმაღლეზე სწევს, ეუბნება. ჩაიჭვით, ქალბატონო, არ გაცივდეთ. ქალმა ერთი კი ახედა, სანამ პალტოს ჩასაცმელად შეტრიალდებოდა და ახლა კეფაზედაც კი, ზვინად დადგმულ თმაზედაც კი. წარმოგიდგენიათ? ეტყობა, რომ მოსწონს. ვერ იპოვეთ? ვერაკლიმ, შეწუხებულდა კაცი. ქვითარი რითი გამოვწერო. ძალიან გციოდათ? მომხიბვლად ეკითხება ხელმძღვანელი. ხმას იტკბობს, ლამაზია, ეშხიანი. არა, არც ისე. ამბობს ქალი. ლამაზია, ბუნჩულა. უჯრაში ნახეთ? კი და არა. სად უნდა იყოს, შეწუხებულა კლიმიც. ხელმძღვანელი კი ახლა ხომ გათბით, ამბობს. ქალი თავდახრილი დგას. ხელმძღვანელი შუათითით მაჯიდან განზესწევს ლამაზი პერანგის სახელოს. საათზე ამაყად იხედება, ქალი დროს შოულობს და წამით თვალს ავლებს სახეზე. სულ ერთი წამით, მაგრამ ახლა ისევ თავდახრილმა ზეპირად იცის, წარბი როგორი აქვს ხელმძღვანელს, ცხვირი და ტუჩი და მოსწონს. როგორ მოსწონს. კაცს კი, რომელსაც ლიტერატურა ძლიერ უყვარდა, სულაც არ მოსწონს. ფანქარი რომ გაქრა, საგონებელშია ჩავარდნილი. აი, ახლა ყელზედაც კი გეტყობათ, რომ გათბით, ამბობს ხელმძღვანელი. თქვენ არასოდეს არ უნდა შეგცივდეთ, მუდამ თბილად უნდა იყოთ. ეუბნება, უყურებს, თვალებით ელოლიავება. ქალს ლოყა ბეჭვის საყელოზე უდევს. ხელმძღვანელს თითქოს თვალს არიდებს, მაგრამ მოსწონს, თანუ როგორ მოსწონს. და ჩვენ რომ არა, აქავე დაეძგერებოდნენ ერთმანეთს. ეგებ აურელიანოსა აქვს კალმისტარი, ასრს აწვდის კლიმი. მართლა, უხარია კაც და მაშინვე ახსენდება. არა, მაგისას გასდის. და ამას რომ მკითხოთ, ხელმძღვანელზე ამბობს. ის კი ქალისკენ გადახრება და შიგ თვალებში ჩახიმის. ბოდიში, კალმისტარი ხომ არ გაქვს? ამბობს კაცი, მაგრამ ხელმძღვანელს არ ესმის, გართულია. ოჩახი კლიმი კი პოულობს რომელიღაც წიგნში ჩადებულ ფანქარს. კაცი ქვითარს ავსებს, თავადიანად აწვდის კლიენტს. ისიც წასასვლელად ემზადება, სქელფუმფულად თავშალს იხვევს. ხელმძღვანელი კარს უღებს და ქალს ორ პატარა საფეხურზე ასვლა შველის.
მისი დახს პესში ისვამს, ამბობს დროებით და 4 გავრჩებით 2-2-ზე, მაგრამ კაცმა ჯერ არის ის ჩვენ რომ ერთად ვართ. კლიენტი გონია, ეკითხება. თქვენ პასპორტისთვის თუ ხელმძღვანელი კი გულიანად უღიმის. არა, მე ჩემს თანამშრომელს მოვღები. თამაზის უყურს კაცს და უცებ ახსენდება. ეს თქვენა ხართ ხელმძღვანელი, ახალგაზრდა და ენერგიული, რომელმაც თამაზის სიტყვის ძალიან კარგად დაიწყო. დიახ. და უცებ გაუგნებული კაცი ამბობს. კლიმ, მეჩვენება თუ არა. რეები ხდება. როგორ ჰავს, კოპიო. აბა, უყურს კლიმსას და ბარცახზე ხელს ირტყამს. როგორ ახგავს, საკვირველია. მე? ვისა? შემქრთალია, მაგრამ არ იმშნევს ხელმძღვანელი. ვითომ და გულგრილად ინტერესდება. კინოფილმიდან? არა. ხელს ასავსავებს კაცი. აბა? წიგნიდან. სასწაულია გამიგია, მაგრამ ასეთი? კლიმ, ხომ ზედგამოჭრილი ჯანჯაკომო სემინარიოა? ნუ თუ არ გენიშნა, კლიმ. მენიშნა კი არა, ისაა და ეგ არის, ოშაღად პასუხობს კლიმი. ბოდიში, ეგ რომელი? ამბობს ხელმძღვანელი, ჯერ კიდევ კარგად უჭირავს თავი. პირველი შვილი, მარშალის უფროსი ძმა. ვინ მარშალი? ვინდა ბეტანკური. აბა ეს კი არა, ჩემზე უთითებს, წარმოგიდგენიათ და უცებ აღრთოვანებული ამბობს. იცით, მსგავსებას თუ დაუჯერებ, თქვენ თამაზისი რა გამოდიხართ? რა? პაპა. ეს როგორ? ჯანჯაკომა ხო არიადნა კარასკოსთან ყავდა, არა? მეხსიერებას იმოწმებს კლიმი. ვინ ჯანჯაკომო, რა მარშალი? ახლა გაიბნევა ხელმძღვანელი. არეულობა მტრისას. 4-ვენი გაკვირებულნი შევსქერით ერთმანეთს. მიგიხვდით. ამბობს კაცი, რომელსაც ლიტერატურა ძლიერ უყვარდა. თქვენ ბეტანკურიანი რომანი არ წაგიკითხავთ, არა ხომ? არა. ამბობდა ხელმძღვანელი. შვიდდება. არა ტყუილი რა საჭიროა? ნაწარმოებია ასეთი. არის და არც ლიოსა, მარიო ვარგასი. არა. და კორტასარი? არა. და უცებ კაცი ღონიურად ართმევს ხელს. მაშინ მომილოცავს. ბედნიერი კაცი ყოფილხართ. ბედნიერი. რატომ? უყურს ხელმძღვანელს. რატომ და ისეთი დიდი სიამოვნება გელით? რა სიამოვნება? კაცი კი ამბობს. პირველად წაკითხვის. ხოლო აქ ხელმძღვანელს თავისი მომავალი ნაშრომი ახსენდება. თავს ოდნავ გვერდულად და ზემოთ წევს. სახე უმკაცრდება. სკამზე ჯდება. თითებს მინა გადაფარებულ მაგიდაზე აკაკუნებს. ამბობს. შეიძლება რამდენიმე შეკითხვა მოგცეთ? კი ბატონო, სიამოვნებით. ამბობს კაცი და დაკვირვებით უმზერს და კლიმს ეუბნება. ხელი რომ არ შეგვიშალონ, ეს ჩამოგიდე. ეს 4-კუთხა მუყავოა და შესვენება ქართულ რუსულად აწერია ზედ. აქამდე რაც იყო, არაფერიც არ იყო. თავარი ახლა იწყება. მე და კლიმი სეკუნდანტები ვითავართ. ხელმძღვანელი და ახირებული რესპონდენტი პირისპირ სხედან. სულ ყველაფერი გამზადებულია. კალმისტარი მომარჯვებული, ანკეტა გადაშლილი, რესპონდენტის მენა დააქცეული. ხელმძღვანელი თვალმოჭრილი უყურებს და არაჩქარობს. არა, იმას უნდობლად უმზერს კლიმი. მე კი დაეჭვებული შევცქერი რესპონდენტს. 2-2-ზე ვართ. და ხელმძღვანელი ამბობს. მოცემულ ანკეტაში უმნიშვნელოვანესი ფუნქციონირება არ შეიძლება გამოყენებული იქნას ტრადიციულ შეკითხვათა ხერხემალზე დაყრდნობით, რაც თავისთავად დაკავშირებული იქნება ყოფა ცხოვრებისა და საერთოდ ცხოვრების წესის გათვალისწინებით და მასადამე მათი ადგილი უნდა დაიკავოს გარემოს ურბანიზაციის კომპლექსური მაჩვენებლის. აქ კი რესპონდენტი აწყვეტინებს. კი ბატონო, მკითხეთ. რა გკითხოთ? განცვიფრებულია ხელმძღვანელი, ოდნავ ღიზიანდება. არ უყვარს როცა აწყვეტინებენ. ჯერ ეს ერთი არ იცით რა უნდა გკითხოთ. არ მithქვამთ ვიცი მეთქი, თუმცა როგორ არ ვიცი, ამბობს რესპონდენტი. თქვენ უნდა შეისწავლოთ ჩემი თავისუფალი დრო, ჩემი ყოფა ცხოვრება, მომავალი აღმავლობისათვის, თუ არ ვწდები არა? და ყოველგვარი შესავლის გარშე გკითხოთ? რა თქმა უნდა. შესავალი, ეს ხომ თამაზმა ჩაატარა უკვე. და ისიც ვიცი, რომ მე რესპონდენტი ვარ და ინტერვიუერი თქვენ. კარგით, ცივად უღიმის ხელმძღვანელი. ესე იგი თქვენ გიყვართ მხატვრული ლიტერატურა, არა? რა დასამალია და ძლიერ. ძალიან კარგი. და ჟურნალ-გაზეთებიც
ეს სხვათა შორის ძალიან არასწორი გამოთქმა ჟურნალ-გაზეთები სწინს რესპონდენტს, რადგან ჟურნალი ერთია, გაზეთი კი სხვა. რატომ მიაწებეს ერთმანეთს სამუდამოდ წარმოდგენა არ მაქვს. აჰა, და რომელი მწერალი მოგწონთ? რომელი საათია კლიმ? მოულოდნელად ასეთ კითხვას სვამს რესპონდენტი. 4 უკლია ჩარექი. პასუხობს კლიმი. იმათ ჩამოთვლას ვეღარ მოვასწრებ. მუშაობას 5-ზე ვამთავრებთ. აი სწორედ აქ ხელმძღვანელმა პირველად დამიბგვირა. მერე კი ჰკითხა. რას იზამთ? ვინმეს თუ შეამჩნევთ, რომ ბიბლიოთეკაში წიგნს ხევს? გოგონია რომ იტყვის, დავკლავ საკუთარი ხელით, ხელს გამოუხადრავ, მილიციას გამოუძახებ, მაგრამ რესპონდენტი ძალიან მშვიდად პასუხობს. წიგნს გააჩნია. ასეთ პასუხს არ მოველოდით. ვიბნევით. კლიმი კი, კარგი ხართ მაესტრო, ამბობს. თქვენ მარტო ცხოვრობთ? არა, ორნი ვართ. ოჩაღა პასუხობს რესპონდენტი. მე და ჩემი ძმა გრიშა კეჟერაძე. მესამე ძმას აკვავს. ისა, რაცა ორივეს გვჯობს. ოღონდ ჩვენთან ერთად არა ცხოვრობს, სოფელ დადის. მე და გრიშა თუ აბა როგორ გითხრათ? ხო, მე და გრიშა სამოთხრობო ხალხი ვართ. ის ძმა მესამე სარომანოა. მაშ და თქვენთან რომელი ცხოვრობს, თქვენსავით უყვარს ლიტერატურა? ვის გრიშას? არა, სიყვარულით როგორ არ უყვარს, მაგრამ ჩემსავით ძლიერ არა. იმასაც ჰქონდა თავისი პრობლემა, გადაცება, მაგრამ უკიდურესობაში ჩავარდა, რადგან ყველას ემუსაიფებოდა განურჩევლად. მერე კი გადაწყვიტა ჩუმად იყოს. ახლა პიონინოებს აწყობს და ჩუმადაა. აი სწორედ აქ ხელმძღვანელმა მეორედ დამიბგვირა. და მერე მაინც ალაპარაკდა, როგორც ჩოვია დამაჯერებლად და გამოთქმით. აი ის ფაქტი, თქვენ რომ ლიტერატურა გიყვართ, ძალიან კარგია. ეს არის კულტურული დასვენების ერთ-ერთი გამართული საშუალება. ერთ-ერთი მეთქი ვამბობ, ამბობს ხელმძღვანელი, მაგრამ რა დააშავა მაგალითად სახვითმა ხელოვნებამ, ან და სუფთა ჰაერზე გასეირნებამ, ან და დიდებული მუსიკის მოსმენამ, როგორიცაა სხვადასხვა გამოჩენილი კომპოზიტორები, დიახ, ან და სამეჯლისო ცეკვებს რომ შეიძლება სიარული, რადიოს მოსმენა, ტელევიზოდი, თავისი საინტერესო გადაცემებით მრავალფეროვან თემებზე, ან სპორტის რაიმე სახეობა, ვთქვათ, ჭადრაკი, ან და მხატვრული ლიტერატურის კითხვა. და უსებ ახსენდება, თუმცა არა, ეს ხომ გაქვთ. და დიახ, იმას ვამბობდი, აი ჭადრაკი მეტად კარგია და საერთოდაც სიჩუმეა. ვიცით. განაგზეთ. ამბობს უსებ კლიმი, ხელმძღვანელს ასწავლის, რა ქნას და რა არა. თავხედი გამიგია, მაგრამ ასეთი. კაც მაინც გავდეს, დაბალია, დიდ თავა, პატარა, ლაწირაკი, დაფეხვილი და განრისხებული ხელმძღვანელი ენერგიულ, ურთულეს შეკითხვაზე გადადის. ახლა ისევ თამამია, შეუპოვარი. თქვენს ნებას სურვილზე რომ იყოფს, ამბობს ხელმძღვანელი. ცხოვრებას როგორ მოაწყობთ? ჩემსას, საკუთარს? არა, გენაცვალე. ინადით ეუბნება ხელმძღვანელი. საზოგადოების. ღმერთო ჩემო, ღელმარეთ წარმოსთქვა რესპონდენტმა. მომეყურა თუ მთელი ცხოვრება ამ შეკითხვას ველოდი. მართლა განსვიფრებულია ხელმძღვანელი. გიფიქრიათ ამაზე? სხვა რა მიკეთებია? დაფიქრებული ამბობს რესპონდენტი და უცებ ხნევდება. გიამბოთ? როგორ მოვაწყობდი? კაბინეტში დადის, დაიარება, ბოლთას ასცემს, სურათებს შესკერის. ღრმა დეკოლტიან ქალებს, როგორც წესი, სერიოზული გამომეტყველება აქვთ. ალბათ თამამი დეკოლტეს გასაწონასწორებლად, მკერდდაფარულნი იღიმებიან. არის გამონაკლისიც, ღიმილი და დეკოლტე ერთად. ორიოდე ქალს ყალბი ტრაგიზმი აღბეჭდია სახეზე. აგერ ის კაცის გუშინ სამჯერ რომ გააშავეს, თვალსაჩინო ადგილზეა სტენდში. აქვეა ვიღაც ყმაწველი ბოროტად იღიმება. ისიც თვალსაჩინოდაა წარმოდგენილი, ცოტათი ქვემოთ, ვიღაცაა, სუფთა გაიძვერა. იმის გვერდით კი უნდობლად იმზირება წვრილტუჩა კაცი. არის კეთილი სახეებიც. ბავშვი იღიმება. როგორ მოვაწყობდი? ამბობს რესპონდენტი, ცოცხლდება. როგორ და მთელ ქალაქს კარცერებით მოვფენდი. რაო? ყურს არ უჯრებს ხელმძღვანელი. როგორ თუ? ეს რა დესპოტიზმია? არა გეთაყვა, დესპოტიზმისგან ღმერთმა დამიფაროს. ღიმილით ამშვიდებს რესპონდენტი. ეს არ იქნება კარცერი, ჩვეულებრივი გაგებით. ეს იქნება კარცერი ლუქსი. როგორ თუ ლუქსი? თქვენი გაკვირვება სამართლიანია, ეთანხმება რესპონდენტი.
არის ქვეყანაც სიტყვები, რომლებისთვისაც ძალზე ძნელია გვერდიგვერდ ყოფნა. ამ შემთხვევაშიც ასეა, სად კარცერი და სად ლუქსი. მაინც არ არსებობს დედამიწაზე ისეთი ორი სიტყვა, ოდესმე ერთმანეთს რომ არ შეეხამოს. ახლაც ასეა, ეს იქნებოდა კარცერი ლუქსი, წეგნებიანი თაროებით სავსე, რბილი, მოხერხებული სავარძლით, კოხდა მაგიდაზე ნათურა, სოკოთი. ეს იქნებოდა კარცერი, ოცნება ყოველი წიგნის მოყვარულთათვის. რასიზამ ყველას არ შეუძლია ბიბლიოთეკაში კითხვა და ვინც თავისი ფეხით შევაჩემს მიერ შემოღებულ მოწყობილობაში, მაშინ ეს ოთახი იქნება უბრალოდ ლუქსი. მრავალთათვის კი კარცერი ლუქსი. აი სწორედ აქედან უნდა დამეწყო. მე და ჩემნაირები, ჩემნაირები, ეს იქნებოდა უთვალავი კლიმი, ქუჩა-ქუჩა ვივლიდით. აი ვთქვათ მივდივართ, ავიარეთ, შავიარეთ, კედელს ორი ჯეელი მიყუდებია. დგანან, მასლაათობენ, იფურთხებიან. დგანან, არსად არ აპირებენ წასვლას, ფეხებზე კიდიათ რომელი საათია, რა დროა, ღამეა თუ შუა დღე. დგანან, გოგოებს ანგლებიან, წაუსტვენენ, წაუღიღინებენ. ხანდახან ერთმანეთს გაეხომრებიან, თავისებურად, პანკურს ამოარტყავენ ერთურს. იკრიჭებიან და სწორედ ამ დროს მე და ჩემნაირები ტაც ხელს ვტაცებთ. ზემოაღწერილ კარცერში მიგვყავს ძალით, აინტერესებს ხელმძღვანელს და პირველად იწერს რაღაცას. დიახ, ძალის ძალით. მტკიცად ამბობს რესპონდენტი, შეუვალია. შესაძლოა ხელის ამოტრიალებაც კი დაგჭირდეს. იცით რა გეთაყვა? ზოგს მშობლების ზემოქმედებისა სჯერა, ზოგს სკოლის, ზოგს ორგანიზაციის, სხვას უჯრედისა, ზოგს ემატყების და კიდევ რა ვიცი ისი აღარ, მაგრამ ჩემის აზრით, ეს ჩემი ლუქსი, უბადლოა. დგას ჩვენი ჯეელი, რა თქმა უნდა, ცალკე ვათავსებთ ამ ჩვენს კარცერში. ჭერში შტერივით იყურება, ფანჯარაზე გისოსებია აგრული. კარიც რასაკვირველია დახშულია. გარეთ რომელიმე კლიმი დარაჯობს. სკამზე ჩამომჯდარი, მუხლებზე წიგნით. ჩვენი ჯეელი კი უყურებს მაგიდას, სკამსა და კარადათ აროებს, მაგრამ ჯერჯერობით არაფერი. მიდის ქათქათა საწოლთან, წვება, იყურება, თვალი უშტერდება და იძინებს. მშობლები, რა თქმა უნდა, გაფრთხილებულები არიან. ნუ გეშინიათ, ქალბატონო, თქვენი შვილი კარცერ ლუქსია. კი ბატონო, კი, ოღონდ ეგ ქუჩა-ქუჩა წანწალს გადაეჩიოს და ჯეელი იგვიძებს, უყურებს ჭერს, შია. რა მოგართვათ? ეკითხება გარედან რომელიმე კლიმი. ჩაი, რძე, კაკაო. კაკაო იყოს, ამბობს ჯეელი. რატომ დამიჭირეთ? მაგრამ რომელიმე კლიმი ამ შეკითხვაზე არ აპასუხობს. სულ სხვა რამეს ეუბნება. რამდენი კოვზის შაქარი გნებავთ? 4, ამბობს ჯეელი. რატომ დამიჭირეთ? რომელიმე კლიმი, ყველი რომელი გიყვართ? გუდის, იმერული თუ სულგუნი? სულგუნი, რატომ დამიჭირეთ? რომელიმე კლიმი კი საუზმეს უმძრახად აწვდის. ჯეელი საუზმობს, პურზე კარაქს უსვამს, კვერს ნაჭუშს აცლის, ცოტათი ერთობა. სიგარეტი ნებავს? კი ბატონო, სიამოვნებით, მზიური, კოლხი და ლუქსი, მაგრამ სხვა რამ გასართობი? არა. არავითარი რადიო, ტელევიზორი, ტელეფონი. ჩვენი ოთახი მხოლოდ ლუქსი კი არა, კარცერიცაა ცოტათი. ჩვენი ჯეელი კი აბოლებს და ჭერში იყურება. ჭერი კი ამბანითაა მოხატული. A, B, G, D, E. ხომ კარგი აზრია კლიმ? კრიმი რა სიტყვის? რა თქმა უნდა, შესანიშნავიაო ამბობს. მერე მოდის სადილობის დროც. პირველი თავი, მეორე, მესამე, სალათა როგორ იქნებავთ? ზეთით ძმრიანი თუ უძმრო? რატომ დამიჭირეთ, არაა შენი საქმე რომელიმე კლიმი და აქ თუ ღრიალი და ხელფეხის ქნება ატეხა? უნდა უთხრათ, თუთ და ისადილებს. მერე ისევ ახედავს ჭერს, ჭერზე ამბანია და ამ დროს ნებისმიერი კლიმი დაუდევრად ეტყვის. თუ გინდა გადაფორშლე რამე. აი იქ კარადაში წიგნებია. გამოაღებს ჯერს საბავშვო წიგნები იქნება, დიდასოიანი, ნახატებიანი, თხა და გიგო, მელია და მწყერჩი და თქვათ და თუ თავის ნებასრულით გადაიკითხავს ხომ კარგი და თუ კითხვას გულს ვერ დაუდებს, რომელიმე კლიმი კატეგორიულად ეტყვის. იქამდე არ გაგათავისუფლეთ, სანამ კარადაში მოთავსებულ წიგნებს არ წაიკითხავთ. ეს ხომ ძალადობაა, ამბობს ხელმძღვანელი. კონკრეტულმა პიროვნებას საკუთარი ინიციატივით უნდა შეარჩიოს ამა თუ იმ საზოგადოებრივ ღონისძიებათაგან. მე ჯერ მხოლოდ მაწვილ უსაქმურებზე მოგახსენებთ, ბატონო, უხსნის რესპონდენტი. აბა მე რა უფლება მაქვს ვინმე პატიოს ან ქიმიკოს ვტაცო ხელი და დავამწუდიო და უცებ ღრმად ჩაფიქრებული ამბობს.
ისე კი უზიგნურ ქიმიკოსას თუ აწყინოს, მამაძაღლი ვიყო. ნერვილობს ხელმძღვანელი. აფორიაქებულია. ღაწვყელს სითებით იმოწმებს, გაპარსულია თუ არა. კლიმს უყურებს, ახსენდება. კი, მაგრამ რომელიმე კლიმმა რაღა დააშავა. მთელი დღე რად უნდა უყარაულოს და მოემსახუროს უსაქმურს. ჯერ ეს ერთი მიაღვნიშნე, რომ მუხლებზე წიგნი ექნება გადაშლილი. და მეორეც ყოველთვის შეიძლება უწყინარი გართობა. როგორ? სიტყვით, როგორ თუ სიტყვით. ახლავე აგიხსნით. აი ვთქვათ, აი თუნდაც თამაზი ავიღოთ ჩვენი. რა თანამდებობა აქვს? უმცროსი მეცნიერ თანამშრომელია. ძალიან კარგი. ადრე ვინ იყო? ადრე ლაბორანტი. აჰა, და დააწინაურეთ? დიახ. აჰა. ესე იგი სიტყვა უმცროსი ამ შემთხვევაში დაწინაურებასაც ნიშნავს. დიახ, ხო და საგულისხმო გამოთქმას მივიღებთ. გავაუმცროს თანამშრომელეთ. აი აქ კი ხელმძღვანელმა მესამე დამიბღვირა. ახლა საწინააღმდეგო მაგალითი ავიღოთ. თქვათ, თამაზი კვლავ ლაბორანტია. როგორ გამოთქვამდა თავისი პირით ამას? ისევ ლაბორანტი გავხდი? ამას ხელმძღვანელი ამბობს. არა, რომ ჩამოაქვეითეს, ისევ უნდა იგრძნობოდეს. ისევ ლაბორანტად ჩამომაქვეითეს, მოკლედ. ლაბორანტად ჩამომაქვეითეს, უფრო მოკლედ, ჩამომაქვეითეს. ლაბორანტისადღა ერთადერთი სიტყვა უნდა გამოთქვათ. ისე რომ ჩამოქვეითებასა და ლაბორანტობაც გამოიხატებოდეს. ერთი სიტყვით შეუძლებელია. რატომ? აბა თქვენას სცადეთ, თუ შესაძლებელია. კაცი კი ამბობს, შესანიშნავ სიტყვას მივიღებთ. ჩამომალაბორანტეს. ხომ შესაძლებელი ყოფილა? აი ასე ითამაშებდა სიტყვით რომელიმე კლიმი. ხოლო კლიმი, კარგი ხართ მაესტროს ამბობს. ხელმძღვანელი მეოთხე მიბღვერს. სიჩუმეა. კლიმი აღტაცებული შესქერის რესპონდენტს. რესპონდენტი თავისას ფიქრობს, თავისასვე ფიქრობს ხელმძღვანელი და მხოლოდ მე არ ვიცი რა ვქნა, რა გავაკეთო, ხასტუხს ვაწვალებ და მახსენდება საშინელი, საზარელი სიტყვა, ჩამომალაბორანტეს. არა, ეს მაინც ვის გადავაწყდით. ჩამოევლო ჩემთვის არხეინად, რა იქნებოდა, თუმცა რა ვიცოდი, ახლა კი გვიანღაა. ხელმძღვანელია დაინტერესებული, მაგრამ მგონი ისიც ნანობს, აქ რომ მოვიდა და მაინც, ასე ამბობს, ენერგიულია, დალოცვილი. ლიტერატურას როგორ შეარჩევდით, თავიდან? როგორც უნდა ჯანდაბას თვითონ შეარჩიოს, იქნებეს სკეჩები, სიმენონი, თუ დასტა დაკინძული ჟურნალები, ნიანგი. ისე კი ჟიულ ვერნით დაწყება ყველაფერს აშობს. მთავარია ჯერ მაგიდასას ნიჯდომა ისწავლოს, ფეხების ხან სკამქვეშ შეკეცვა, ხან კი გაშლა, წიგნის გადაფურცვლა ისწავლოს, სარჩევის თვალიერება. მერე თანდათან მივაზვდით, აბა კლიმ, ხო, სამ მუშკეტერს, მარკ ტვენს, რომელიც რა ვქნა მომკალი და არ მიყვარს. ო ჰენრის, მერე წამოვიდნენ უფრო სერიოზული მწერლები. კლიმ, ორი კაცი მომაწოდე, მშვენიერია. ჯეკ ლონდონი, რომელიც ორმხრივ დააინტერესებს და რა თქმა უნდა შეიძლება ჰიუგოს პროზაც, რომანტიკულს რომ ეძახიან. სწორედ ისაა და თან ოდნავ ძნელი წასაკითხი, მერე კი ცოტა სამოვას ვუნთქებდი. უთავო მხედარი, აივენჰო. თქვათ და მოდი კლიმ, ახლა კი ვუბოძოთ ის დიდი მწერლები, რომელიც საოცრად ადვილად ეკითხებიან. ჰო, მერიმე ჩეხოვი. ერთიც? სწორია, ესე იგი. მივცემდით მერიმე ჩეხოვსა და მოპასანს. შემდეგ კი რისკის დროს დადგებოდა, რაიმე ძნელი. ოღონდ რომანი არა, ნამეტანი იქნება. ჯერ მოთხრობა შევუგდოთ კლიმ. არა. რა დროს მაგასი სიკვდილი ვენეციაშია, რას ამბობ კაცო? მოკლედ რაიმე ისეთი და მერე ისევ შედარებით ადვილი, შედარებით მეთქი. ოდნავ ძველმოდური. ჰო, თუნდაც დიკენსი. დიკენსი კარგია, კარგი. უხარია ხელმძღვანელს. დეივიდ კოპერფილდი. ვითომ? აგდებულად შესკერის რესპონდენტი, მაგრამ ხელმძღვანელი ისევ გახარებულია, რომ ვერაფერს ამჩნევს. ამბობს, რა თქმა უნდა, ძალიან კარგია, კარგი, ჩრდილში ხანდახან დიკენსი. ხანდახან დიკენსი და აქ-იქ ტოლსტოია რა. დამცინავად უყურებს კლიმი. პატარა კურხის პალო ლაწირაკი, რესპონდენტი კი ამბობს. მწერლების ჩამოსვლას აღარ აქვს აზრი, სავსებით საკმარისია. ახლა მხოლოდ სახეზე უნდა შევხედოთ ჯელს. როგორი გამომეტყველებით კითხულობს. და თუ საკმარისადაა ჩაფლული გავუშვებთ. როგორ მიხვდებით? გამომეტყველებით. მერე და რა გამოვა ამით? ვისგან? თქვენი ჯეელისგან. აქ კი რესპონდენტის საზეიმო დაცხადებს. რა გამოვა და რომელიმე კლიმი? პატარა ხანს ჩუმად არიან. მერე კი ხელმძღვანელი ჯიუტად განაგრძობს.
და ამით რაღა გამოვა. რომელიმე კლიმისგან მეტი რაღა უნდა გამოვიდეს დალოცვილო მივიღებთ ადამიანს, ვისაც ძლიერ უყვარს ლიტერატურა. ლიტერატურა, ღიზიანება ხელმძღვანელი, დიდი ამბავი. რაო, რა? ყურს არ უჭირებს განცვიფრებული რესპონდენტი. თუ ამის ახსნა საჭიროა, სადეთ მე გისმენთ, ცადო? დაფიქრებული ამბობს რესპონდენტი, თვალებში უყურებს. ცადო? მაშინ ჯერ მარტივად აგიხსნით. ყოველი ნორმალური მოთხრობის საკითხვის შემდეგ ხდები ოდნავ უფრო უკეთესი, ვიდრე ხარ, უფრო ჭკვიანი, ვიდრე იყავი და სხვათა შორის აქ ეღიმება. მე თანდათან უფრო წმუნდები, რომ ადამიანისთვის საჭიროა ჭკუა და სახე უმკაცრდება. ეს როგორც მოგახსენეთ მარტივი ახსნაა, მაგრამ ესეც საკმარისია. უკეთესი ხდები. ახლა კი შედარებით რთულად აგიხსნით. ოთახში ბოლთას ასცემს. მიდი მოდის, დადის. სიჩუმეა. ქვეყნად არსებულ ხმაურთაგან ერთს გამოვყოფდი. ხმადაბლა კრწალობით ამბობს რესპონდენტი. ყველაზე საშინელს, უსიამოს, გულდამწყვეტს და ვინიცის კიდევ რას. ესაა პირველი გორახის დაცემა. საფლავში ჩაგდებულ კუბოს სახურავზე. გაგახსენდათ არა? ყრუხმაურია, საზარლად ფშვნადი. ეს არ იყოს, შეუძლებელია. ხანდახან ძილი არ გაგიტყდეს და ბნელი ღამით უეცრად დაღვიძებულს უცნაური განსხვავებული სიცხადით წარმოგვიდგება სიკვდილი, რომელიც დარწმუნებული ბრძანდებოდეთ და მოვა. ეს ერთადერთი, და რაც დანამდვილებით იცი, მაგრამ დღისით, მზისით. ოჰოჰოჰო, ხალხში. უხრა გულზე ხართ, ფრუტუნებთ, იბანთ პირს, საუზმობთ და შებოლილ ძევს ისე ღონიურად ღეჭავთ, თითქოს რკინა იყოს. ერთმანეთს ხვდებით და ზოგი უფროსი ბრძანდებით, ზოგიც უმცროსი. არ არსებობს მხოლოდ ტოლი და თქვენთვის უმეტესობისთვის, მისალოცთათვის, მისალოცი ხომ იცით შემებურად, რასაც ნიშნავს, ვისაც პირველად წაკითხვის მრავალი ბედნიერება წინა აქვს და მე კლიმიკი, აბა რამ გავყო. მიწოდეთ მე თუნდაც ფოტოკაბინეტის მთავარი დირექტორი და იმას თანაშემწე, მაგრამ ერთნი ვართ, რადგან ჩვენ ძლიერ გვიყვარს ლიტერატურა და თქვენგან მისალოცთაგან განსხვავებით დაწინაურებას სულაც არ ვცდილობთ და სიკვდილისაც ნაკლებად გვეშინია, რადგან მრავალჯერ მომკვდარ ვართ და ყველაფერი გამოგვისდია. მეფედ უკურთხებიურად. სიგეთისთვის ხის ხმლით გვიბრძვია, ხან დაფნა დაგვიდგამს თავზე, ხანაც ეკალი. სქელი ხალიშას გაუშლიათ ჩვენს სავალ გზაზე. ყვავილ მოყრილი და ნაკვეთშლებზეც შიშველი ფეხის გულითაც გვივლია. ქარაფშულტად გვიქაქანია, მოსლილნი, ენას ვატლიკინებდით და ესეც მომხდარა. ბაგე დახშულთ, უთქმელთ, დიდხანს გვიტარებია უცხო საიდუმლო. ის ხმაური მაინც გვესმოდა და ბევრი სიცოცხლე გვინდოდა, ბევრნაირი. სხვადასხვა და ჩვენს ოთახებში მაგიდისკენ თავდახრილნი, ათასნაირი სიკვდილით მომკვდარ ვართ. ზღვაში ჩავძირულ ვართ, ქუსლში დავჭრილ ვართ, გილიოტინაზე ავსულ ვართ, ფათერაკ გადახტილნი, სასწოლში მშვიდად გარდავსვლილ ვართ. დავღუპულ ვართ გარშემორტყმული კაცის, თვალება ვაშკაცის, ელს სორდოს გვერდით. სხვაც მოგვიკლავს და მერე გვინანია. რა უცნაურად, როგორ მისისთვის გვიკოცნია და მისი წმინდა ნამცეცები აყოლია ტუჩზე. შურის საძილებლად ამხედრებულ ვართ, გვივლია, გვიწანწალია, დაკლაკნ გზებზე, წვიმა გვინახავს, ბევრნაირი და მაინც კლიმ, მგონია, რომ ყველაზე უკეთ ბუნინთან წვიმდა, თოლად მოგვსვლია მსუბუქი სევდა და ყინვა, ჭახე, კრიალი, გლუვი. ისხმა, მაინც გვესმოდა. დილა ადრიან გამოვდიოდით, სისხამი დილით ქუჩებში, მუდამ უცნაური ხალხია. მათ გამოუძინებელ მოწყენილ სახეებზე მაინც იგრძნობა რაღაც სურვილი, ბუნდოვანი ძალა. იმედად გვეწვეთება ვიღაცის გაუმარჯოს და ქუჩაში უმიზეზოდ დახეტიალობ, რადგან ყველაფერში დაბნეულად შეყვარებული ხარ. ადამიანის ფასიც იცი და გახსენდება მაინც, რომ აუცილებელია ხანდახან სიმარტოვე და რომ შეიძლება ხანდახან ქალაქგარეთ გასეირნება, რომ კიდევ არსებობს ღულელებისა და ნიშბისის ტყე და ღრმად გამოქვაბულები, სადაც შეგიძლია დიდხანს იჯდე, მოკუნტული, სიბნელესა და სინოტივეში და მერე გამოსვლისას მზის ძალუმ შუქზე თვალები ახამხამო და ხელმეორედ დაბადებულმა გაიფიქრო, რომ ქვეყანა
დიდია და მშვენიერი და როცა 1000 გვარ სიკეთეს იგემებ დაწყებულს უბრალოთი როგორიც ავთქვათ გაგანია სიცხეში სხვა და გათავებულს ზოგადი ჭეშმარიტი ბედნიერებით რომლის გამხელაც ბოდიში და არ შეიძლება თვითონ უნდა მიხვდეთ და მიმხვდარი შეიძლება პირქუშიც გახდე მაგრამ ეს სიყვარულის სიპირქუშია ოკეანე ხარ დიდი მოქნილი თევზებით სავსე ხან გაცოფებული თავს დატეხილ გრიგალებს უკებ ხანაც მშვიდი ბლანტე და ფსკერი ზარმას ფიქრებად ირხევიან ფერად-ფერადი მცენარეები ოკეანე ხარ მზეზე იზმორები და ღამით უნებურად გაღვიზებული ისევ სიკვდილზე ფიქრობ და გრძნობ რომ მუდამ ორთქლდები რომ აუცილებლად დაიწყრიტები და შენი თევზებიც სულს დაღაფავენ მაგრამ როგორც არ უნდა მოიწყინო გაიტეხო გული შენ შიუდ თევზებს საკვები მაინც უნდათ და ისევ დავბოდიალობთ ქვეყნად ამ დალოცვილი დედამიწის ზურგზე რა არ გადახვდენია და ღმერთო ჩემო სულ რომ არაფერი რამდენი ქალი ყვარებია ვინაა ჩვენთან მარანია და ტენორიო რადგან მთავარი დონჟუანები ეს ჩვენა ვართ მე და რომელიმე კლიმი დონჟუან მკითხველებიო ჰეი ვინ არ ყვარებია რანაირი ქალი ნატაშა ლაღი პირველ 3 წიგნში თავ დავიწყებით მეოთხეში კი რა ქნა და აღარ სონეჩკა მყარებია უსპეტაკესი ლაფში ამოცვრილი ტონკა უტყვი უთქმელი შორეული და მაინც ისე ახლობელი ემე თანატოგენესი ყველაზე მტკივნეულად და ემა ბოვარიც ის საძაგელი ანტონია ჩემი საბრალო ყველაზე უცნაურად ყველაზე მწვავედ და სელინა კვამში აცეკვებული კლაუდია ქალბატონი შოშა ამაყი და პილარი ოღონ ტერნერა საშის წკვარამში იმბოლის სუნით და მზია ჭინჭარაული ხევსურის ქალი მე კი არა კიბეს კედელსა და სკივრსაც უყვარდა და ვინიც ის კიდევ რამდენი სად არ ყოფილვართ მისალოცებო რა არ მომივლია გაღუნული დანით მაჩეტეთი ეკლიანი ბუჩქები კაატინგა მიკიაფია ოკეანეში თეთრ მტრედს დავდევდი გონი მიყვარდა მთათა მწვერვალზე მიოცნებია და ამისთვის როგორ ვუწამები ვართ კატას 900 სიცოცხლე აქვს მე კი ვისაც ასე მიყვარს ყოველივე ეს რამდენარი სიცოცხლე მინახავს და თქვენ კი მისალაც ინტერვიუერებს გაინტერესებთ თუ რამდენ წუთს ვკარგავ ვერმიშელის რიგში მე კი სწორედ მაშინ ვინც ის სად და როგორ დავბოდიალობ დიდებული რამაა თვალი მაგრამ სულ სხვა ფანტაზიაა ასყურა ასთვალიანი და კაცი ვერ იტყვის თუ ვინაა ჭეშმარიტად ნამყოფი პერუსა და ნიგერიაში მე თუ რომელიმე ჩიბუხგაჩრილი ლოცმანი რომელმაც გემით მთელი სოფლიო შემოიარა ნიგერია საიდან გაიცით? ჩიქურს ეკითხება ხელმძღვანელი. მგონია რომ სიტყვაზე გამოიჭრა, მაგრამ რესპონდენტი ამბობს: ნიგერიაში საყვარელო, 3 კარგი მწერალია. შიიონკა, ჩინუე აჩაბე და გაბრიელ ახარა. არა, ამასთან არ შეიძლება ლაპარაკი და თუმცა ხელმძღვანელი აღარ მიფიქრებს და თვალსაც კი მარიდებს. მაინც გრძნობ, რომ გასაცხლებულია და ისევ მახსენდება ის საზარელი ჩამომალაბორანტეს. კაცი კი ვითომ აქაო და არაფერი ისე განაგრძობს. იყო მკითხველი ეს თავისთავად სასწაულია. მკითხველი ეს სწორედ ისაა, ვისაც შეგიძლია ისედაც ვიწრო საძილე ტომარაში შეყვარებულებს შორის იწვე და სულაც არ იყო ზედმეტი. ეს სასწაულია და მეცაც გეტყვით, ზედმეტად კი არა აუცილებელი ხარ. რადგან ავტორმა ასე ინება. რა ინება, ამბობს ხელმძღვანელი დაბნეულია. იყო ტომარაში. რატომ ინება? იმიტომ რომ აღწერა. უსნის რესპონდენტი. მერე კი ამბობს. არის რაღაც საერთო ღვინის მასა და კითხვას შორის. მე მგონი ის, რომ ორივეს ეგრეთ წოდებული პიროვნების თავისუფლებასთან მივყავართ. ღონდერთი, მისშვებული, აგდებული და ულამაზო თავისუფლებაა. უპასუხისმგებლობით გამოწვეული. მეორე კი შემართებული, გამოცდილი და ყოვლის შემძლე. აბამაღლებელი. გესმით? რა სიამოვნებით გამოვამწყდებით ლოთებს ჩემს კარცერ ლუქსში, რადგან თავისუფლებისადმი გარკვეული მისწრაფება აქვთ. იმათ კი მსხვილ ვაჭრებს მივაყოლებდი, პატარა ვაჭრუკანებს კი არა, არამედ მსხვილებს. და თუ იცით რატომ? რა რიგ მიყვარს ისინი და როგორ გულშემატკივარი ვარ მათი, თქვენ ხომ არ იცით? ნუ მიგაშნიათ ისინი ბედნიერებად და რაც მთავარია ძვირფასებო ნუ გშურთ იმათი, რაც არ უნდა მაღლა ასწიონ ცხვირი, რაგინ თავხედნი და გაბგენძილი იყვნენ. მაინც არა, არსებობს გარდამავალი წამი, როცა საკუთარი თავი ყველამ ვიცით. ნუ გშურთ იმათი, ნურც ისუათის საჭმელ სასმელი, როცა საფუძვლიანად დანაყდებით, ბუნდოვნად ხახვი და პური ანატრებად და ვერც კი ხვდებიან. და ჩვენ
კითხვებებს, არც იმათი ქონება შეგშურდება, რადგან დონ კიხოტი უფრო რეალურია, ვიდრე ყველა ბეჭედი და შკაფი მაფი დედამიწის ზურგზე, რადგან დონ კიხოტი იდეალურია. ისე კი სხვათა შორის სიტყვა მოიტანა და ფიზიკოსები თუ ვერასოდეს შექმნიან პერპეტუმ მობილეს, ლიტერატურამ უკვე შექმნა. ეს სწორედ დონ კიხოტია, იმიტომ კი არა, რომ უფრო ადვილია, არა. უბრალოდ ლიტერატურას შესაძლებლობა აქვს მეტი, ვიდრე ათასნაირ ლაბორატორიებსა და დანადგარებს, ხო და იმას მოგახსენებდით, მოვათავსებდი მსხვილ ვაჭრუკანებს ჩემს კარცერ ლუქსში. სულ ანაბანათი დავაწყებინებდი, იმიტომ კი არა, რომ არიციან. არა, თანმიმდევრულ მეთოდშია საქმე და იქამდე მეყოლებოდნენ გამოკეტილნი, სანამ შლის ნუკრის ნაამბრობის კითხვისას შლის მწვადი კი არ გაახსენდებოდათ, არამედ სულ სხვა რამ, უფრო მთავარი. და არ გეგონოთ, რომ კარცერ ლუქსთა ფინანსური საკითხი არ მაქვს გადაწყვეტილი. სხვადასხვა დოსააფებთან და საწევროებთან ერთად შემოვიღებდი გადასახადს კარცერ ლუქსისათვის. ეს იქნება ჭეშმარიტად ნებაყოფლობითი, თვეში მანეთი. და ერთის მხრივ ეს არც ისე ბევრია, რადგან თვეში მხოლოდ ერთ ბოთლ ცუდ ღვინოს უდრის. ქართველი კაცისთვის დიდი ამბავი და შეიცნობდნენ ბოლოს და ბოლოს ნამდვილ დიდ მწერლებს. ჯერ ეს ერთი აწყვეტინებს ხელმძღვანელი გაღიზიანებულ. რა იცით თქვენ, რომელი დიდი მწერალი და რომელი არა. ამის გაგებას ხანდახან საუკუნეები სჭირდება. ეს ნამდვილად კარგი შეკითხვაა. სრულიად ბუნებრივია თქვენი ინტერესი. ახლავე აგიხსნით, საიდან დავიწყო? რაღა თქმა უნდა, არიან სუსტები, თავთავიანთი უსიცოცხლო, უცხოეპირო პერსონაჟებით, რომლებიც ისევე ზედმეტნი და არაფრის მაქნისნი არიან ჩვენთვის, როგორც რაიმე ახირებული შედარება. კლიმ, შენ რა გითხარი? ზედმეტნი როგორც ჭეშმარიტი ვასკაცის ცუდი გინეკოლოგი. ეს რა მოიგონე, შენ რა გითხარი, კლიმ? რასაკვირველია, როგორც ყველგან მწერალში აწყვეტებიან სპეკულიანტები, ადვილი და მომგებიან, კარგბეწვიან ნადირთა მხოცველნი, როგორიცაა სხვა და სხვა, მაგრამ თუ ნამდვილი მკითხველი ხარ, მშვენივრად მიხვდები, რომელია უფრო ძნელი და რომელი მომგებიანი. ადვილი თემა, რადგან არსებობს მწერალი, ვაშკაცი, რაღაცნაირად დინჯად თავზე ხელაღებული, ეს უცნაური მომთვინიერებელი, რომის ხახაში თავს ყოფს და აგერ სხვა მომთვინიერებელის რგოლში ახტომებს პატარა ჩახუჭუჭებულ ყელბაფთიან ძაღლებს და არიან სხვა ჭეშმარიტი მომთვინიერებლებიც. მგლის გახედნა უბრალოდ შეუძლებელია და ისიც საქმეა მგელს პატარა ხნით კუდზე სტაცოხელი, ვიდრე ლომს ხახაში თავი ჩაუყო და მერე რა? მგელს შეჭიდებული კაცი ხანდახან ჩამოფლეთილი, მათხოვარებით ჩამოძენზილი და გაძევებულიც რომ ყოფილა და ძაღლის გამწვრთნელებს კი მამაც ჰუსართა ჭკუელა ტანსაცმელი აცვიათ ხოლმე და თუ მწერლის ჩემეული იდეალის გაინტერესებთ, გეტყვით, რომ ეს ამ მგელზე ამხედრებული ამაყი გლახა, არწივით მხარზე, ისიც აიძვრთნებაო ამბობენ და ბოლოს მარტივად და გასაგებად გეტყვით, რომ დიდი მწერალი ისაა, ვინც დიდ ნაწარმოებებს წერს. და მეორეც ერთი კვლავ აწყვეტინებს ხელმძღვანელი გაბრაზებული. რა იცით თქვენ, რომელია დიდი ნაწარმოები და რომელი არა? მე, საყვარელო, უცნაურად უღიმის რესპონდენტი, ჩემი იშვიათი ფიქსატორი მაქვს, რომელსაც ვერცერთი უზუსტესი ხელსაწყო ვერ შეედრება. როცა ნამდვილად ღირებულ რაიმეს წავიკითხავ, იქნება ეს ნაწარმოები მთლიანად თუ ერთი პატარა ეპითეტი ან შედარება. ვიმეორებ თუ მართლა კარგი და ღირებულია, მაშინ მარცხენა ხელზე მაჯიდანი დაყვამდე აუცილებლად დამბურძგლავს. რა, არ აგჯერათ? და რესპონდენტი პერანგის სახელოს მაღლა იწევს. ამბობს დონ კიხოტი. კლავს გვაჩვენებთ და სიმართლედ დაბურძგლულია. აი თქვენ მაგალითად, სხვა შეკითხვას აძლევს ხელმძღვანელი. ჩემთვის გაუგებარი პრინციპებით ხელმძღვანელობთ. მწერლის დასახელებისას, ან და ამბვითომ და საყვარელი ქალების ჩამოთვლისას, რა წესით სარგებლოთ, მაგალითად ისავ თუ არა ქრონოლოგიას, როგორც ასეთი ან და ალფავიტს. ღმერთო ეს რა თქვა? შუბლზე ხელისკულს კაცანით ეტყამს რესპონდენტი. როგორ, საიდან? სიყვარული და ალფაბეტი? დედა, ეს რა მისალოცი ყოფილა ვიღაცა არა, კლიმ? მისალოცი კი არა, ჰაერშია ასაგდები, ოლიმპიური ჩემპიონივით, ამბობს კლიმი. ცოტა არ იყოს თავაზიანობას მოვითხოვ, ამბობს ხელმძღვანელი განრისხებული. რა გააჭირეთ ბოლოს და ბოლოს ამ თქვენი ლიტერატურით საქმე, ასე მეც შემიძლია გაგაკვირვოთ და აბა მიპასუხეთ, რა ხსმენია ჩემი სპეციალობისა და მის ბრწყინვალე წარმომადგენლებზე. აბა ვინ იყვნენ ემილ დურქჰაიმი და მაქს ვებერი, ან და პარსონი და მერტონი, რა ხსმენიათ პარეტოსა და ფონ ვიზეზე. ეს შედის ხელმძღვანელი. მიხარია, ან და
ვინ იყვნენ შეპანსკი, ბეკერი და პიტერი მსოროკინი. კი ბატონო, ლიტერატურა განზოგადავდოთ, ამბობს რესპონდენტი. თქვენ სულ დაგავიწყდეთ, რომ მე ლიტერატურას მცოდნე კი არ ვარ, არამედ ფოტოგრაფი და მაგ რიხით დასახელებულ გვარებს ფოტოგრაფიის კორიფეთა ჩამოთვლილი გაგიბათილებთ. რა ხსმენიათ მაგალითად დიდ ლუი დაგერზე, ან და რას მეტყვით კარლ ცეისისა და იოფისის მიღწევებზე, რა კავშირია თუ იცით ფოტოგრაფიასა და პოლიგრაფიას შორის და აბა ერნესტ ლეიცმა რა მოიგონა, როგორი ყონვით უნდა გადაიღოთ სურათი თუნდაც აი, ასეთ ამინდში და მაქს ალპერტზე რა აზრის ბრძანდებით, ან და როდშენკოს მიკულინისა და ოცუპის რომელიმე ნამუშევარი მოგწონთ და შემპარავად ეკითხება. აკი ხელმძღვანელმა მეხუთედ დამიბღვირა. რა სიტყვაა ჩამომალაბორანტეს? და მაინც იძულებული ვარ სიმართლე გითხრათ. დანაღვლელებული შესკერის რესპონდენტი. ჩემი კარცერ ლუქსების რეალობისა მაინც და მაინც არ ამჯერა. იმიტომ კი არა, რომ ღირსი არაა. არა, და ისიც იცურვეა, რომ თუ ბევრს ნახავ და უამრავი რამ გადახდება, სიკვდილის აღარ შეგეშინდება, პირიქით, უფრო გაგიზნელდება სიცოცხლესთან განშორება, მაგრამ ის მაინც გეცოდინება სავსე ცხოვრება რომ მქონდა. ნაწანწალი და ყოლის მნახველი და ჩემის თანამ სიკვდილის წინ უღონო მზარეცილზე. შეიძლება ასე წარმოთქვას. კარგი იყო ხერი. და თქვენის თანამ კი ჯანმრთელმა შესაძლოა ნიშნის მოგებით მკითხოს. რა? სიცოცხლე თუ ლიტერატურა? მე კი გაინტერესებთ რას გეტყვით. რას მეტყვით? ეკითხება ხელმძღვანელი, აფორი აქებულია. მე კი მოგიგებთ და განასულ ერთი არ არის? კარგი ხართ, მაესტრო. აღთოვანებულია კლიმი. რესპონდენტი კი განაგრძობს. მე მაინც ვცდილობდი ბოლომდე არ მეგრძნობინებინა თქვენთვის. მისალოსთათვის ჩემი უპირატესობა და პოეზიაზე კრინტიც არ დამსდენია. გიფრთხილდებოდით, ეს იმიტომ, რომ ჩვენი პაწია საქართველოს მსოფლიოს პოეზიურ რუკაზე ერთ-ერთი დიდი ძლევამოსილი სახელმწიფოა. პოეზია, დიდი ამბავი, ამბობს ხელმძღვანელი, ლაქები აყრია სახეზე. ქალაქში მტვერში წაიქცა ბავშვი, ჩურჩულებს რესპონდენტი. რა უნდა იყოს ამაზე საზარელი, ამაზე იდუმალი რამ? წაიქცა. ინადით იძახის ხელმძღვანელი, დიდი ამბავი თუ წაიქცა და კეთილი გამრავლები კვლავ წამოაყენებენ. ბავშვობაში ვინ არ წავქცეულ ვართ, მაგრამ დადებითი გამონელების მეშვეობით ისევ წამომდგარ ვართ, დიდი ამბავი. ღმერთო, ეს რა თქვა? ხედები ჭერისკენ აქვს აპყრობილი რესპონდენტს. გაიგე კლიმ, ღმერთო, ეს რა საშინლად ახსნა და მღელვარედ ეკითხება. შეგიძლია თუ არა კვლავ გაიმეოროთ ეს? რატომაც არა? არიხევს ხელმძღვანელი, მაინც შეუპოვარია ჯიქური. კლიმ, გევედრები კლიმ. 23 ნომერში მირბინე ვანოსთან. შინ თუ არ დაგვხვდა? აჰა, ჩემი პასპორტი წაიღე და გირაოდ დაუტოვე ვინმეს. ეგ მაგნიტოფონი გვათხოვონ. სულ 10 წუთით ეს წინადადება ჩავიწეროთ და მაშინვე დაუბრუნოთ. კლიმ, კაიქეცი, აჰა, პასპორტი. უსნაურად აღტკინებულია, მაგრამ თითქოს ხუმრობს კიდეც. მაგნიტოფონი. ნახევარ სამეფოს მაგნიტოფონში ვაძლევ. კლიმ, მაგნიტოფონში. ეს რა თქვა, ღმერთო, დადებითი გამრავლების მეშვეობითო. აბა გაფრინდი. ტყუილად ნუ შეაწუხებთ, ამბობს ხელმძღვანელი, ხმა უკანკარებს, ახლავე წავალთ. დგება, მეც ვდგები, კარისაკენ მივამართებით, ჰასტუხებს ვისწორებთ, პალტოებს ვიცვამთ. პერანგის ამარა რესპონდენტი კი დარჩენას გვევედრება. ლამისაა გამოიგლიჟოს სყელი, მაგრამ ხელმძღვანელი შეუვალია. სახელურისკენ მტკიცედ მიიწევს, მეექვსედ მიბღვერს. რესპონდენტი კი ჰოი, თავხედი, ახლა სურათის გადაღებას გვთავაზობს. თქვენი ჭირიმეთ, მაშინ სურათი მაინც გადაიგეთ. ეს ჩემი კოლექციისთვის საუკუნის სურათი იქნება. აურელიანოს სქელი გასქელებამდე და პოლკოვნიკი ჯანჯაკომა სემინარიო ერთად. ხელმძღვანელი კი გაცოფებულია, უხეშად იცილებს მუქარად ქცეულ კაცს. ის კი სამფეხა აპარატს ჩვენსკენ ატრიალებს. მაგიდასთან მირბის ფირის ასაღებად, მაგრამ ხელმძღვანელი ეუბნება. ჩვენ არ გვსურს. არა, გესმით და რკინის თითებს მარწუხებივით უჭერს მაჯაზე. კაცს, რომელსაც ლიტერატურა ძლიერ უყვარდა, ტკივილისაგან ეგრიცება სახე. ფირი ისევ მაგიდაზე ეცემა. მე და ხელმძღვანელი კი არა, ჯერ ხელმძღვანელი და შემდეგ მე კუჩაში გამოვდივარ და კაცის მოგდევს აპარატით ხელში. ეს რა თქმა უნდა ის დიდი სამფეხა აპარატი არაა. ესაა რომელიღაც ჩვეულებრივი მომცრო აპარატი. ფედი თუ ზორგი, რაღაცას ეძახიან და ჩვენ გვიმიზნებს. ხელმძღვანელი პალტოს საყელოს მაღლა სწევს და სახეზე იფარებს. მე გაუგნებლივ ვდგავარ. ხელით ჩამოყრილი და ვღელავ, საცა ამქნარება ამიტკდება. ხელმძღვანელი კი აგურის კედელთან მიდის და სახეს თითქმის ადებს. ასე დგას აგურის კედელთან ხელება წეული. პალტოს საყელოს იფარებს ლოყებზე და თავის მუხსათვალეს ცალი ხელით იკეთებს. კაცი კი, რომელსაც ლიტერატურა და ასე შემდეგ ეძახის კლიმს. კლიმიც რა თქმა უნდა სახეზეა. კაცი ფოტოაპარატს აწვდის კლიმს და ჩემს ხელმძღვანელს ისეთ ღონიერსა და ენერგიულს მხრებზე ეჯაჟღურება.
შემოbrუნებას უპირებს თავისი ჭკუით და მე კი ერთხანს მიკვის, რომ ხელმძღვანელი ნამდვილი ათლეტი და მრისხანე თანაც რატომ არ გაუქანებს და არ მიუფშნის ყბას, მაგრამ მაშინვე ხვდები, რომ არ შეიძლება დღისით მზისით შუა ქუჩაში რესპონდენტს ყბაში გლიჯო. რაგინ არ უნდა გაგაბრაზოს, რადგან ეს ინციდენტი იქნება ქუჩაში, ინციდენტი კი ვავის აწყობს და რესპონდენტი თუნდაც რეგისტრირებული გიჟი აღმოჩნდეს, მაინც საწავა საქმე ყველა გიჟს და სულელს ყბაში რომ ლეწო. რესპონდენტი კი ისევ ამაოდ ეჯაჯგურება და თუმცა პატარა ვიწრო ქუჩაა, მაინც იკრიბება თითოეულ როლა გამვლელი. ფანჯრებიდან იყურებიან, ალბათ უცნაური შესახედავები ვართ. პირველი მზის საწინააღმდეგო სათვალიანი ათლეტი, პირმიქცეული აგურის კედელთან ხელებაწეული. მეორე, მისი პალტოს სახელოს დაჯაჯგურებული ამ შუა ზამთარში პერანგის სამარაკაცი. მესამე, მე ღელვარებისგან მტკნარება ატეხილი ახალგაზრდა და მეოთხე, პაწია კლიმი, ცალმოხცე ჩასუცქული და აპარატმომარჯვებული შუა ქუჩაში. და უცებ ხვდები, რასაც ფიქრობენ გამდველები ჩვენზე. ალბათ ქურდი, ოხერი და სპეკულიანტები თუ გონივართ, სულ მცირე მოძრაობის წესების დაამოროვნი, თორემ ისე სხვას აბავის უღებენ ძალისალით ფოტოსურათებს ქუჩაში და კლიმი ჩასუცქული ჯიუტად იცდის, ხელმძღვანელი კი გამოსავალს პოულობს, ზურგშექცეული კედელ-კედელ მიუყვება ქუჩას, ჩვენი კომპეტენტური დაწესებულებისაკენ და მას შორის მეც, მისი ხათრით გვერდიგვერდ მივსდებ და უცებ რესპონდენტის შემზარავი ტრაგიკული ყვირილი გვესმის. ვაიმე კლიმს მანქანა დაეჯახა. შეშფოთებული ვტრიალდებით და სანამ გავარკვევდეთ რაშია საქმე, ჩასუცქული კლიმი ფეხს ედგება. რა მანქანა, რის მანქანა? კლიმი კი მზრუნველად კეტავს ფოტოაპარატს, რომლიდანაც 2 წამის უკან გაისმა ჩვენთვის, მისკენ მიტრიალებულთათვის საზარელი, იმათვის კი სასურველი ჩხაკ და ოდნავ დარწმუნებული იმით, რომ მაინც თავისი გაიტანეს კაცი, რომელსაც ლიტერატურა ძლიერ უყვარდა და იმისი თანაშემწე კლიმი სირბილით ეფარებიან თვალს. ეს ყველაფერი კი დაიწყო იმით, რომ ხელმძღვანელმა დამიბარა და თქვა. და ამიტომ ხაზგასმული ყურადღება უნდა მიექცეს ქალაქის ტიპის დასახლებაში მცხოვრებ ადამიანთა თავისუფალ დროს, რომლის სფეროც განისაზღვრება ჯერ ერთი იმით, რომ წარმოადგენს ადამიანის ფორმირების ერთ-ერთ ფაქტორს, შედის რა კომპეტენტად მისი ცხოვრებისა და მოქმედების კომპლექსში. მეორე, რომ ესეთი გამოკვლევა გვეხმარება ჩამომალაბრანდეს.